ქართული გენი რუსეთში პროცენტულად 3-ჯერ ნაკლებია მისი მეზობელი უკრაინის ტერიტორიასთან შედარებით. ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ უკრაინის ტერიტორიაზე და კონკრეტულად მდინარე დნეპრის მიმდებარედ შუა საუკუნეებში და მის შემდეგაც, როდესაც საქართველოში ძალიან რთული პერიოდი იყო, ნავებით თუ მცირე გემებით ხალხი მიყვებოდა შავი ზღვის სანაპიროს და უახლოეს ტერიტორიებზე სახლდებოდა და მათ შორის იყო შემთხვევები, როცა მდინარე დნეპრსაც კი მიუყვებოდნენ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლდებოდნენ. უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ გვაქვს კოლხური ცივილიზაციის თუ სამეფოს ჩრდილოეთის საზღვრისპირა ზღუდე ხერსონი, რომელიც ტოპონიმიკით თუ ისტორიით კოლხეთის ნაწილი იყო. ამ ტერიტორიაზე არის ვერსია, რომ სახლობდნენ ლაზები, ასევე არის ვერსია, რომ ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ მაიოტები და აზოვის ზღვას ბერძენი თუ სხვა ისტორიკოსები მაიოტის ტბას ეძახდნენ კიდევაც. ვინ იყვნენ მაიოტები? მაიოტები იყვნენ ჩერქესთა წინაპარი კოლხური ტომი, რომელთაც სამწუხაროდ დროთა განმავლობაში დაავიწყდათ თავიანთი წარმომავლობის შესახებ. დიახ, ჩერქეზები არიან კოლხები, გენეტიკურადაც, ისტორიულადაც და ლინგვისტურადაც. თუმცა დროთა განმავლობაში მათი ენა ჩაანაცვლა უგარითულმა ენამ, ანუ დღევანდელმა ადიღეურმა ენამ. თუ თქვენ ინტერნეტში მოძებნით ლუვიურ უგარითულ ენას, მასსა და დღევანდელ ადიღეურ ენას შორის სხვაობას ვერ იპოვით. რასაკვირველია, ჩერქეზები ქართველურ ენაზე საუბრობდნენ და ისინი სამხრეთიდან კოლხეთში შემოჭრილმა უგარითებმა თავიანთ ენაზე ამეტყველეს. მაიოტების გარდა ამ ტერიტორიაზე თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ლაზების ტომი, ასევე სინდების ტომი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ალანებმა თუ სკვითებმა გადაასახლეს ინდოეთის ტერიტორიაზე და ინდოეთის ტერიტორიაზე ყავს ჩვენ დღეს სინდების ტომი, რომელთა გენეტიკაც ქართულია. ასევე სინდების შორიახლოს ცხოვრობდნენ ჯიქების ტომი, რომელიც ასევე გაქრა რუკიდან სამწუხაროდ. ასევე ბაზგების ტომი, იგივე აბაზგების ტომი, ასობგერა ას დამატება არის უგარითული სტილი და სინამდვილეში ეს ტომი იყო ბაზგების, ბასკების ტომი და არა აბაზგების. ასევე მათ შორიახლოს ცხოვრობდა კორაქსების, კოდორელების ტომი, რომელიც სვანური იყო და რომელი ტომიც შედიოდა კოლხთა სამეფოს შემადგენლობაში. აი ასე გააქრეს ჩვენი ისტორია რუკიდან და ასე გააქრეს ჩვენი ბევრი ტომი სამწუხაროდ ისტორიის ფურცლებიდან. მე არ ვაპირებ დავივიწყო ჩემი ისტორია და ჩერქეზები, რომლებიც არიან კოლხები და ეს ხალხი, ჩერქეზები, გენეტიკურად 50%-ზე მეტი არის ზუსტად იმავე გენის მატარებელი, რასაც მე ვატარებ G2A2 გენეტიკურ კოდს, რომელიც არის კოლხური და რომელიც არის ქართული წარმოშობის. იმედია ეს ქართული ტომი დაუბრუნდება ჩვენს წიაღს. ჩვენ მათ გენეტიკურ ძმებად მივიჩნევთ. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.